მექანიკური სამიზნე არ უყენია. თუ ამას იყიდით ოპტიკა უნდა დაუყენოთ, ან ასაწევი სამიზნე აი ამაზე რა. თვითონ ეხლა აი ამას რაც შეეხება აი ფერმას. იმისთვისა რომ თუ ბევრს ისვრით რომ გაცხელდება ხელი არ დაგეწოთ, მაგრამ ერთისთვის კაია, მაგრამ მეორეთვის ცუდი ის არის რომ აი ამაში შევა მტვერი, ჭუჭყი და ასე შემდეგ რა, აი ფერმაში. ფერმას ვეძახი რა, შეხედეთ ულის დამცავს რა. რუსულად ქვია კოჟუხი. ხო და ეს უნდა მოხსნათ მაშინ ყველა გაწმენდაზე. ეხლა თუ მაშინ გიდევთ რა ქვია, სპეციალურ კეისში რაღაც ამას ეგეთი რამე არ დაემართება, მაგრამ თუ სადმე მოყვებით მტვერში და ასე შემდეგ, ამაში აუცილებლად შევა მტვერი, ნაგავი და მთელი ამბავი და ეს ალკე უნდა გაიწმინდოს. რაც ჩემი აზრით ტაქტიკური აზრით მოუხერხებელია. იმიტომ რომ გაწოლებთ. აი აქ აქვს ჩამოსაკიდი, ღვედის გასაკეთებელი. წინ არ აქვს, თუმცა ღვედის ჩამოსაკიდები იყიდება, ამაზე შეგიძლიათ დაამაგროთ და იქნება ეგეთი ვარიანტი. თვითონ იარაღს ზემოდან პიკატინის თამას აუყენია, ეს შეგიძლიათ მოხსნათ და ამაზე დაუყენოთ მექანიკური სამიზნე ან რაიმე სხვა. მოკლედ რაღაცნაირი უცნაური იარაღია რა, ესეთი კიდევ ერთ ვიტყვი რა, გაუმართლებად მძიმეა რა, ამ კალიბრში ესეთი წონა არ უნდა გქონდეს იარაღს. მაგრამ შესახედავთ არის მაგარი, შეხედეთ როგორია, პრესტიჟულია, სადმე ესეთი რაღაცა ამოიღოთ, მით უმეტეს აი ესეთი დანადგარი ზემოდან და თოდე, მტერო და ციყო და რავი, რას ესოთ ეგეთი